ჩვენი სტუმარი კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კულტურის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკიამ საუბრობ პროექტზე Check in Georgia კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ძალიან მასშტაბური პროექტია, რომელიც აპრილში იწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება და ცოტა ინფორმაცია გვაქვს ჩვენ რიგით მოქალაქეებს, ვიცით მხოლოდ 4 შემსრულებლის შესახებ, ეროს რამაზოტი, რობი ვილიამსი, Maroon 5 და ხოსე კარერასი. ძალიან მარტო ეს 4 არ არის, რა თქმა უნდა, ეს რამოდენიმე თვე გრძელდება 3 წლის ბოლომდე. ამ Check in Georgia-ს ფარგლებში შედის რაღაც 150-160-მდე ღონისძიება, კონცერტები, რაღაც ივენთები 1000 მიმართულებით და მე მგონი მთელი საქართველო მოიცა, არა მარტო თბილისია, არამედ რაც მთავარია რეგიონებშიც არის გასული ნებისმიერ კუთაისში, ბათუმში კონცერტებია. 19 ქალაქშია დაწყებული, რაბატშიც იქნება, სვანეთშიც იქნება რაღაც ქუთაისში, გურიაში, ყველგან აბსოლუტურად ტურისტებისთვისაც ძალიან ესეთი საინტერესო იქნება და აგრეთვე ჩვენი მოქალაქეები და შიდა ტურიზმის ძალიან მნიშვნელოვანი აგრეთვე და გარედან ჩამოსული ტურისტებისთვის, იმიტომ მე ძალიან მივესალმები ამ ინიციატივას, რომელიც მთავრობიდან მოდის და მე მგონი ძალიან დიდი რეზულტატი ექნება. კარგი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის მე როგორც ვუყურებ, ეს არის ბიზნეს პროექტი, არა მხოლოდ რაღაც თანხის ხარჯვა კონცერტებზე და ასე შემდეგ და მარტო პიარზე. და რაც თავარია, ჩემთვის მნიშვნელოვანი ის რომ ჩვენ მუშაობთ უკვე 2017 წლის დაგეგმაზე, იმიტომ რომ ამ დიდ ვარსკვლავებთან და ამ დიდ ღონისძიებებზე 1 და 2 თვით ადრე წარმოუდგენელია. რაღაცა მოახერხოთ. ჩვენც ნაწილობრივ აღნიშნეთ და ჩვენც ვიცით რომ ეს არ არის პროექტი, სადაც მხოლოდ კონცერტები იქნება. არის კინოფესტივალები, თეატრალური ფესტივალები, მუსიკალური ფესტივალები და ასე შემდეგ. მუსიკალური კიდე რა ელოდებათ იქნებიან ეს ქართველი ტურისტები თუ უცხოელი. ხო და კიდე ერთი ინფორმაციაც უნდა დავადოსტა, ეკოტურიზმის მიმართულება იქნება ამ პროექტში ერთ-ერთი მთავარი. სამინისტროები და ამ ტურისტებს შემდეგ რაღაც ახალ სიახლეებს შეთავაზებენ, აგრეთვე როგორც თქვა იქ რაღაც პარკების დათვალიერება, იქვე რაღაც კონცერტებიც მოეწყობა, ღვინის და სხვადასხვა თქვა ყველის ფესტივალი და მარტო კონცერტი არ იქნება ეს გარშემო ინდივიდუალურად კიდევ მეწარმეები თავის სარგებელს იპოვიან და ესეთი ინფრასტრუქტურა იქნება ესეთი შექმნილი, რომ მართლაც დიდხანს გაჩერდება ადამიანი და საუკეთესო ესეთი შთაბეჭდილებები დაბრუნდება ან თავის ქვეყანაში, ან მეორეჯერ კიდე მოუნდება ჩამოსვლა და ეს მართლაც აუცილებელია, იმიტომ სულ ის პრობლემა იყო, რომ ჩამოვიდნენ ამდენ სტუმარს ეპატეჟები, თქვა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და მე რაღაც ისეთი უნდა შეთავაზო, რომ შემდეგ ეს ყველაფერი იმდენად კარგი უნდა იყოს, რომ სხვა ადამიანებსაც მოუნდათ აქ ჩამოსვლა და სხვა ქვეყნების მაგივრად აირჩიონ საქართველოს დასასვენებლად. ეს არ არის პირველი წელი, ეს საპილოტო იყო შარშან, ეს იყო ჰიდბათუმი, ამან გვაჩვენა ის, რომ ძალიან დიდი ინტერესი იყო, შემოსავლიანიც იყო როგორც ფინანსურად და ამიტომ შარშან რომ გაამართლა ამ თემამ, ამიტომ ეს წელს უკვე უფრო მასშტაბური დაიგეგმა და მე ფინანსისტები არის როგორ ითქვა ამ პრინციპში ეს 29 მილიონი შარშანდელი საპილოტო პროგრამის მოტანილი თანხაა, იმიტომ რომ ამ ჰიდბათუმმა სადაც 85 მილიონით მეტი შემოიტანა საქართველოს თანხა ტურიზმისგან და აქედან რაღაც ნაწილი რეინვესტიცია გაკეთა პრინციპში, რომელიც ჩვენი გაკვეთით სადღაც 200 მილიონამდე მოიტანს პლუსს. ეს ლარებში, ვისაც მუსიკა არ ესმის, ციფრები ესმის და ამიტომ ბოლოს დამთავრდება ეს პროექტი, წლის ბოლოს ყველაფერი დაიდება და ეს ყველა ეჭვი აღარ იქნება აქტუალური. კარგით, ქალაქ ბათუმში ასევე დაგეგმილია საკონცერტო მოედნის მოწყობა, რომელიც ვიცით რომ აღიჭურება ყველა იმ სერვისით, რომელიც აუცილებელია სრულფასოვანი კონცერტის ჩასატარებლად. ანუ საუნდის ხმის პრობლემა, რომელიც ამ დრომდე არაერთ ქართულ მუსიკალურ ფესტივალს ქონია, ამ პროექტის ფარგლებში შეგვიძლია ერთნიშნულოვნად თქვათ, რომ გამორიცხულია, ხო? მარტო ხმის არა, წარმოიდგინეთ მთელი სერვის თავაზობს სახელმწიფო და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. მე რაც კულტურის სამინისტროში ვარ, სულ არის ესტრადის, პოპ მუსიკის შემსრულებლებისგან და პროდიუსერებისგან სულ არის ის მოთხოვნა, რომ აი თქვა იგივე რაღაც დარბაზი დაუფინანსო, თქვა არენდა მარტო. შემდეგ მიდიან მერიაში, იქ განათებას თანხას თხოვენ. შემდეგ მიდიან სხვა სპონსორთან ეკრანის
და ბოლოს აი მაინც დიდი თანხა აქვს დამოსაღები თავის ჰონორარის და ასე შემდეგ რაღაც. ეს ყველაფერი ექნება თუ ფასო წარმოიდგინეთ ეკრანები, განათება, უმაღლესი დონის გახმოვანება, დაცვა, სცენა აწყობილი, კულისები მოწყობილი, ყველაფერი. როგორც იცით, full production. შემოდის არაფერში თანხას არ იხდის, ერთადერთმა ჩამოვიდეს ბათუმამდე უნდა რაღაცნაირად მიაწოდოს ადამიანებს თავიანთი პროგრამის შესახებ, რომ ბევრმა ადამიანმა ბილეთი იყიდოს, იმიტომ 7000 კაცი ტევს ეს ადგილი და მთელი თანხა შემოსავალი უნდა მიიღოს და უფრო მეტი თანხა ექნება, ვიდრე თქვათ იგივე ფილარმონიაში ჩაატაროს თქვათ კონცერტი, იგივე დაფინანსებით, იმიტომ რომ გადაითვალო რაღაც მინიმუმ 20 ლარით დაიწყო თქვათ 3-4 ბილეთი გაყიდო 80,000 ლარი შეიძლება ერთ ჯგუფმა მიიღოს მოგება ოფიციალურად და უფრო არა იმიტომ რომ გამდიდდებიან უფრო ვიდრე თქვათ ამიტომ ეს ეხმარება ეს ყველაფერი და თუ თქვათ არ დაესო უკვე მისი პრობლემა იქნება ან ცუდი პიარი ქონდა ან პროგრამა სწორი არ შეარჩია ან არასწორი იმიტომ რომ სეზონი არის ივლისი აგვისტო ძალიან ბევრი სტუმარი იქნება იმიტომ ეხლა ნებისმიერ სასტუმროში დარეკოთ ნომერს ვერიშობით, თუმცა სამ ფესტივალების პერიოდში და ამიტომ ხალხი არის. ეხლა არის სწორი პიარი უნდა გააკეთონ, კარგი დრო შეარჩიონ და კარგი პროგრამა და ადამიანებს კარგი პროდუქტი უნდა შეთავაზონ და ხარისხი იქნება, იმიტომ რომ აპარატურა ამას საშუალებას აძლევს. როგორ მოხდა მუსიკოსების შერჩევა? თავარი პრინციპი და ამოსავალი წერტილი და იყო ის მუსიკოსების შერჩევით, რომელიც საქართველოს განსაკუთრებით პოპულარულია თუ მუსიკოსები, რომლებიც თქვათ ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია პოპულარული, იმიტომ რომ მეზობელი ქვეყნებიდან მოვიზიდოთ დიდ A-კლასის ვარსკვლავებზე გეუბნები. ხო, აი ეხლა მე მინდა ერთი თქვა რომ A-კლასის შოუ საქართველოში იყო სულ რამოდენიმე ორი ეს წარსულსაც მუშაობდი მხოლოდ ჩვენი კომპანიის გაკეთებული იყო და ამიტომ ეს გამოცდილება გვაქვს თუ ეს გამოცდილება არა გაქვს უბრალოდ არ თანხმდებიან ჩამოსვლაზე ეს იყო ერთხელ იყო MTV იყო და რაღაც დიდი კონცერტი იყო ძალიან რთული გასაკეთებელია იმიტომ რომ რაც მარტო სახელი და კონცერტი არის ეგ რაღაც 80% ამის მომსახურეობაა და ამის აპარატურა რომელიც ერთ ქვეყანას არ აქვს და მთელი ევროპიდან გროვდება სადღაც 45 დიდი სატვირთო მანქანა ჩამოდის მარტო ტექნიკა სადღაც 200 ადამიანი ემსახურება დაცვის ინსტრუქტორებიც ისრაელიდან არიან და ეს ვინც ყველაფერს აკონტროლებს და მთელი მსოფლიო უყურებს თვითონ ეს არტისტების შერჩევა ნუ ძალიან ადვილია იმიტომ რომ ისეთი არტისტები ჩამოვიდა არა მხოლოდ მეზობელი თელი მსოფლიო რო პატივსცემს და თქვათ იქ ძალიან პოპულარულია მარტო თქვათ იგივე რობი ვილიამსი წარმოვიდგინეთ გინესის რეკორდში შევიდა რამოდენიმე წლის წინ ერთად არც როლინგ სტონს არც მაიკლ ჯექსონს ესეთი რამ არ გაუკეთებია ერთ დღეში გაიყიდა ევროპაში ერთ დღეში 1,600,000 ბილეთი წარმოიდგინეთ რა ხდება ახლა როცა ადამიანი აცხადებს თან ესეთი პიარი და ესეთი რეკლამა საქართველოს ჯერ არ ქონია ადამიანმა დადო ვიდეო რომ ის უბრალოდ კონცერტზე კი არ ჩამოდის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ხარდაჭერას უკეთებს ეს არის უდიდესი პიარი გარდა იმისა რომ უკვე ერთ დღეში 22,000 ბილეთი გაიყიდა ერთ დღეში ეხლა უკვე 32-ზე 10 სული და სადაც მილიონზე მეტი არის უკვე შემოსული ლარები რომელიც აი 29 მილიონს აკლდება ეს ყველაფერი და სწორედ Check in Georgia-ს განხორციელების შედეგად დამოუკიდებლობის დღისადმი მიწყობილი ღონისძიებები ბევრად უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბური გახდება რა კონკრეტული სანახაობები და აქტივობებია დაგეგმილი 26 მაისისთვის 26 მაისისთვის 26-ში იქნება საინტერესო ნუ როგორც ყოველთვის ტრადიციულად იქნება ჯარის ეს პარადი ფიცის დადება ასე შემდეგ და ძალიან ბევრი აქტივობები იქნება თვითონ რუსთაველის პროსპექტზე თეატრებიც გამოვლენ სხვადასხვა კონცერტები იქნება და ძალიან ბევრ სტუმარს ელოდება თბილისი მგონი ძალიან დიდი პრობლემა არის ჩარტერებისთვის ეს ადგილის სპონსორი დაждენ ამდენი თვითმფრინავები მე მინდა გითხრათ რომ იგივე რობი ვილიამსიც ამ პროექტში შედის და დინამო სტადიონზე იქნება 27-ში ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და რაც თავარია რაც მკითხეთ მაშინ ძალიან ბევრი ბილეთია უცხოეთი და ნაყიდი და ყველაზე გასაკვირი ის არის პირველ ადგილზე არის გერმანია მეორე ადგილზე აზერბაიჯანი მესამე ადგილზე ინგლისი ამერიკა და შემდეგ არის რუსეთი და ესე გრძელდება სასომხეთო და პირველ ადგილზე რომელ დღეს იმღერებს რობი ვილიამსი რომ შევახსენოთ ჩვენს ტელევიზორს 27 მაისს და კიდევ არის დრო იმიტომ რომ რამოდენიმე ბილეთს რაღაც 4-5,000 ბილეთი არის დარჩენილი კიდე და ნუ 25 აპრილს როგორც მენეჯმენტმა ახლა მოგცა ესე უფლება გაიყიდება Maroon 5-ის ბილეთების გაყიდვა დაიწყება რომელსაც მხოლოდ Facebook-ზე 40 მილიონი ფანი ყავს სოფლიოში
და 110 ქვეყნიდან შემოდის საიტებზე, საქართველოს საიტებზე უკვე ადამიანები და 50 ქვეყნიდან არის ბილეთები ნაყიდი. პერუდანაც კი არის ნაყიდი ბილეთები, ამიტომ ეს ყველაფერი ციფრებში აისახება. ძალიან ეს თანხა უკვე სასაცილო იქნება, რაც დაიხარჯა. არის კიდე ერთი მხარე და დეტალი, წეგან მკითხულობდით პრესის მიმოხილვაში, რეზონანსია სოსოწინცაძის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ ბიუჯეტზე ზრუნვის რიტორიკის პარალელურად 29 მილიონი ლარი იხარჯება ამ კონცერტებში. არა, უბრალოდ ერთი ამბავია, რომ თუ ჩვენი სამთავრობო ფინანსისტები ერთ შემთხვევაში მაინც დამისახელებენ, როდესაც მთავრობა სარეზერვო ფონდიდან ზამთრის სტიგით მიყენებული ზარალის ანაზღაურების ნაცვლად უცხოელი მომღერლების ხაპრულ ჰონორარებზე ხარჯებს და კიდე აქვს ესეთი არგუმენტი, რომ უცხოეთიდან არ ჩამოდიან, თუმცა ხო პრინციპში ამაზე ვისაუბრეთ, რომ არა, ცით ახლა ვისაც გაკეთებული არ აქვს ესეთი თემა, იმისთვის წარმოუდგენელია, იმიტომ რომ თუ ამ დროს რაღაც სხვა მასშტაბით შარშან გაკეთდა ეს ყველაფერი, ციფრებში ყველაფერი აისახა, საგადასახავდე მოთხოვნა, მაგალითად ერთი მაგალითად ბათუმში სანამ ფესტივალი დაიწყება, ბათუმის შემოსავალი იყო 3 მილიონი ლარი. ფესტივალი დაიწყო თუ არა, ოფიციალურად 25 მილიონ ლარზე ავიდა დღეში. 25 მილიონი 16 მილიონი 5 დღე ხო არის თქვა რაღაც ფესტივალი. მორჩება თუ 3 მილიონზე ეცემა და ეხლა ეს ჩვენი მოგონილი არ არის, ეს იგივე კანი აკეთებს ამას, იბიცა, მონტრო, ნიუ-ორლიანი, დიდი ფესტივალები და ეს თემი სოფლიოში აი ესეთი პატარა ქალაქები ესე განვითარდა და რა ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ რაც კარგი მაგალითები გვაქვს სოფლიოში, ისო გადმოიღოთ, თემ სოფლიოში კარგი მუსიკა ყველას უყვარს და რა ვიცი, ხარისხიანი დასვენება, მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი პიარი და 1-1000 გაზდის მით უმეტეს ტურისტების მოზიდვაზე მოზიდვა ძალიან ადვილია წელს და ძალიან კარგი მომენტია, იმიტომ გარშემო სულ ყველა ქვეყანას პრობლემა აქვს და ყველას უნდა უსაფრთხო ადგილზე ჩასვლა. ამ დიდი ვარსკვლავის ჩამოსვლა ეს იმის გარანტია და ინვესტორების გარანტიც არის ის, რომ ამ ქვეყანაში არის სტაბილური სიტუაცია, ქვეყანას შეუძლია ესეთი სერვისი გაწიოს, ესე იგი კარგი სასტუმროებიც არის, კატერინგი დაწყებული, ტრანსპორტი, ყველაფერი უსაფრთხოა და აი ამ ყველაფრის გარანტია ეს სამხედრო ვარსკვლავების ჩამოსვლა. სხვანაირად ესენი არ ჩამოვიდნენ, თუ ადჯერ გადამოწმებული არის ჩვენი ქალაქების, სტადიონების, თვითონ ამოიჩიეს სასტუმროებს ყველაფერი აბსოლუტურად და მე მგონი ძალიან კმაყოფილები არიან. მაგალითად რობი ვილიამს მთელი პროდაქშენი სულ YouTube-ს ჯგუფი ემსახურება, მაგალითად ეხლა ეროს რამაზოტის კონცერტია სულ რამოდენიმე დღეში და ურეკლამოთ 90% გაიყიდა ბილეთი და 70% სასონხეთიდან არიან ჩამოსული აზერბაიჯანიდან ჩვენი მეზობლები. ამას პროდაქშენი მოაქვს თავის 10 სატვირთო მანქანა წარმოიდგენთ 60 ტექნიკოსი ემსახურება, ვინც ემსახურებოდა წინა წლებში მადონას მაგალითად, და ამიტომ ამ A-კლასის, ამ ხარისხის შოუები ჯერ საქართველოს არ უნახია და სულ სხვა ეტაპზე გადავდივართ ახლა. ვინდა ჩვენ აქციაში ჩაგთავთ, მანამდე მაყურებელს შევახსენებ, ეროს რამაზოტის კონცერტი იქნება 24 აპრილს თბილისში, რობი ვილიამსი 27 მაისს თბილისში, Maroon 5 ბათუმში 7 ივნისს და ხოსე კარერასი 18 ივნისში ქუთაისი და ჩვენი აქცია სიტყვა. ხო, აქცია სიტყვა და თქვენ ნაწილობრივ ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ აგიხსნით იმისთვის, რომ უფრო კარგად გაიგოთ, დავიწყეთ სოციალური აქცია, რომელსაც სიტყვა ქვია და რომელიც მივიწყებული ქართული სიტყვების გახსენებას ისახავს. მიზნად ვიწვევთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ამ აქციაში ჩასართავად, იმისთვის, რომ მოგვეხმარონ და ერთად გავიხსენოთ სიტყვები, რომლებიც დღეს აღარ გვახსოვს. შენ კამერა მოიმარჯვეთ და თქვენ შეგიძლიათ მოვიმარჯვებ, გადამიღებთ სურათს და შემდეგ გავტვირთავთ ჩვენს Facebook გვერდზე. Voi რაღაცები რომ აქ არა უშავს. მაშინ დავწერ სიტყვას სასწაულს ნიში რომლის შესატყვისი უბრალოდ რომელიც ნიშნავს სასწაულს. ნიში და ქვემოთ უნდა მიუწეროთ შესატყვისით სასწაული. აჰა. აი ესე რომ მოატრიალოთ, მე გადაგიღებ ფოტოს. ბევრი ნიშები ჩვენ ძალიან დიდი მადლობა სასწაულს ვაკეთებთ და სიტყვა შესაბამისი შეარჩიეთ. დაცვის მინისტრის მოადგილე იყო ჩვენი სტუმარი, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ საუბრობდით პროექტზე Check in Georgia. დილაში პირველზე ახლა კვლავ საანონსო ეჭრის როა რამდენიმე წუთში ვხვდებით ერთმანეთს.